მოგესალმებით, მინდა რომ ერთი ისტორიის შესახებ გიამბოთ, რომელიც არის ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ამოუხსნელი кейსი და აგერ უკვე 4 წელია ვერნაირ კვალზე ვერ გავდივართ. ეს არის ჩემი მეგობარი ნატო, რომელიც სავარაუდოდ 1985 წლის ბოლოს თბილისის მეორე სამშობიაროში დაიბადა და მის მშობლებს უთხრეს, რომ ნატო გარდაიცვალა. გაშულების ისტორია მისმა ამყვარმა მშობელმა მეორე სამშობიაროს ექიმმა მოუყვა, რომელმაც უთხრა, რომ როდესაც შენ გაგაჩინა დედაშენმა, ჩვენ მოგიპარეთ და დედაშენს უთხარით, რომ ბავშვი გარდაიცვალა. როდესაც დედამ მოითხოვა გარდაცვლილი ბავშვის ნახვა, მას უთხრეს, რომ ბავშვის გვამი დაწვეს და ფერფლი მიმოფანტეს და მისმა აღზრდელმა დედამ უთხრა, რომ მე ცხოვრებაში არ დამავიწყდება დედაშენის ტირილი, როდესაც ის კიბეზე იჯდა და გთხოვდა, რომ გარდაცვლილი ბავშვი მაინც მაჩვენეთო. ეს არის ნატოს ისტორიის მხოლოდ პატარა ნაწილი, სინამდვილეში ბევრად უფრო ღრმა და მძიმე ისტორიაა, მაგრამ ეხლა ყველაფერს ვერ მოვყვებ. ნატოს გაკეთებული აქვს გენეტიკური ტესტი და ყველაზე ახლო ნათესავები ამოვიდა თბილისში გაგარინზე მცხოვრები კოსაშვილები, თუმცა ისინი ვერ ეხმარებიან ინფორმაციის ნაკლებობის გამო და ვინც კი გამოდგა სურვილი ჩვენი დახმარების, რატომღაც ყველა უკვალოდ გაქრა. ერთხელ ვეძებთ ქალს, რომელმაც 1985 წლის ბოლოს იმშობიარა და რომელსაც უთხრეს, რომ ბავშვის გვამი დაწვეს. ძალიან ხუთი ეს ისტორია გააზიაროთ, იმიტომ რომ მე მჭირა რომ აღდგომის სასწაული აუცილებლად მოხდება.